დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს არის 6 თებერვალი. დღეს ჩვენი ექსპედიციის მიმართულება არის მცხეთა მთიანეთი. ეხლა უკვე ვიმყოფებით ჩვენ სოფელი მშრალხევი ამოვიარეთ. შენდება მშრალხევიდან დაახლოებით არის 1 კილომეტრი, კილომეტრი ნახევარი, შენდება ახალი ეკლესია ღვთისმშობლის, მაგრამ შესაძლოა ამ ადგილზე იყო ადრე ძველი ეკლესიის ნარჩენები და ზე დაიწყეს ახალი ეკლესიის მშენებლობა და ამ ეკლესიიდან დაახლოებით იქნება 1 კილომეტრი ნახევარი, 2 კილომეტრი ზევი. ძალიან საინტერესო ადგილია, რუკაზე არის ნაჩვენები დიდი შენობები, ძველი შენობები. და გვაინტერესებს რა არის ხა ესა, მოდით ერთად მივიდეთ, ამ ადგილზე ვართ ეხა და თავად სოფელ მშრალხევში შემოვედით. ყველა სოფელში ეგრეა რა, ახალი აშენებული სახლებიც არ გვხვდება და ეგერ წინ საერთოდ მიტოვებული და დაშლილი და განადგურებული სახლებიც. მშრალხევი ეხლა ისეთი გზისპირა სოფელია, კაი ადგილას არის და წესით არ უნდა იყოს მიტოვებული სახლები, ნუ მაგრამ მაინც ხდება არის. ზევით არის კიდე რაღაცა დიდი ფერმა იყო, ცეხი იყო, რა იყო. ხო, ნახე, შენ რო გამომიგზავნებ, ესომა იქ რაღაც დიდი შენობები არის და მივიდეთ ერთი ძალიან საინტერესო ადგილია და ეგ ადგილიც ვნახოთ, ხო? ხო. ზილი უშან მდგომარეობაშია, სავარაუდოდ. მაგრამ სოფელში გზა არ ვარგა. ეს რა საინტერესო სამკუთხედი რაღაც შენობებია, ბაბო. შეიძლება დასრულდა, აქ დასრულდა სოფელი. ეს არის სოფლის ბოლო. პატარა სოფელი. მივიდეთ, აქ რაღაც მე მგონი დაკეტილია, ბიჭო. რატო? არ ჩახერგოთ შესასვლელიო, დაცული ტერიტორია არის ეს აქა. აბა ვერ მივალთ, ესე იგი და რა არის წინ ისეთი დასაცავი, არა, ამხელა ბოქლო მივკეთე, აბა ვნახოთ მოიცა. აი ცეპია. ჯაჭვი. რა არის ისეთი? ეკლესია ხო? ბოქლომი არის, მაგრამ ისა ღია იყო რა. შევიდეთ, დაცული ტერიტორია რატომე არ ვიცი, მაგრამ გავიგოთ. ეს დაცული კი არ ვიპარავ. ხო რა, დასათვალიერებლად შემოვდივართ რა, არის ხა აკრძალული ხო არ არის რამე აქ ისეთი, რომ შემოსვლა არ შეიძლება. ჩაკეტილი იქნებოდა მაშინ ის ბოქლომი, ხო? ღია, ესე იგი შემოსვლა შეიძლება, ხო? ლოგიკურად. ეხლა ამოვედით ჩვენ სოფელი მშრალხევიდან, დაახლოებით იქნება კილომეტრი ნახევარი, 2 კილომეტრი და მშრალხევის ღვთისმშობლის ეკლესია არის. მე მგონი ახალი აშენებული ეკლესია უნდა იყოს, იმიტომ რომ მშენებლობა ეხლაც მიმდინარეობს. მე რატომღაც ეს ძველი ეკლესია მეგონა, მაგრამ არა. შევცდი, ეს არის ახალი აშენებული, ჯერჯერობით არც არის დასრულებული ეკლესია. და მოდით დავათვალიეროთ ეს ეკლესია, მშრალხევის ღვთისმშობლის ეკლესია. სავარაუდოდ ასეთი გზა ამოდის სოფელი მშრალხევი და ჯერ დილა არის, მზე ეგერ ეხლა ამოდის, ეხლა გამოდის მზე. კარგი ამედი იქნება დღეს. აქ ესე იგი ეგერ ხელოსნების საცხოვრებელია. სამშენებლო მასალა და ეს არის მშრალხევის ღვთისმშობლის ეკლესია. ამა შევიდეთ. აი მშრალხევის ღვთისმშობლის
მიძინების მამათა მონასტერი იქნება ეს ალბათ. საბოლოო ჯამში რო აშენდება. ჩვენ ახლა სანამ შემოვიდოდით გზაზე დაგხვდა ჩვენ შლაგბაუმი. ყოველ შემთხვევაში აკრძალულია შემოსვლება არ ეწერა შლაგბაუმი. გახსნით და შემოვედით. პატარა ლამაზი ეკლესია არის. ძალიან კარგი. მივყვებით ახლა ჩვენ ამ გზას ზევით, იქ არის საინტერესო ადგილები და რომ მივალთ გადავიღებთ იმასაც გაჩვენებთ. სად არის შლანგი? წყლის არის? ხო, აი ეს ფიცრებიც იმიტომ უდევს, ხო, რომ არ გადავიაროთ. ნელ-ნელა გადავიაროთ, არ გავაფუჭებთ, კაცო, მამგონი. ხო. არა, წყლის სმილია, შლანგია, ხო და. ხო და აი მივედით. მე მგონი ეს რაღაც შენობები გამოჩნდა, ხო და. ძველი შენობები. ბესო უკან დგას მანქანაზე და ნეტ არ ჩამოგვივარდეს. ცეცხლიან თუ აგე ვიღაცამ ბიჭო. იქნები მანდა ბესო. გაშენებები აზი არა, ორ ბაბუ მივიდეთ ახლა ახლოს და გავიგებთ. ცეცხლიან თუ ვიღაცამ. ცეცხლი კი არა, წყალია სხავს. სამკურნალო წყალი? სამკურნალო არ მგონია რომ იყოს ეს, აი ეს მილი შეერთებული არის და ჩადის ეკლესიამდე წყალი. ალბათ აქ არის მიერთებული და გაყინულია რა. სვისია. გაყინულია. აი ეს გზა მოდის სოფლიდან, სოფელი მშტამხევიდან. ამოვიარეთ ჩვენ ეკლესია და ამოვედით აი ესეთ ადგილზე. აქ ეკლესიამდე გაყვანილი არის მილით სასმელი წყლის, იმიტომ რომ მშენებლობა მიმდინარეობს და ამ წყალს ხმარობენ ხელოსნები, ასაშენებლად და დასალევად. აქ არის გახეთქილი ეს მილი, ალბათ არიციან. ლამაზი ფიგურების შექმნა ყინულმა და ჩვენმა ბუნებამ. ამ წყლის წვეთებისგან. რისი ნახვაც მაინტერესებდა არის აი ეს შენობები. ეს არის ძველი შენობები, სავარაუდოდ კომუნისტების დროს აშენებული. ნახეთ რამხელა შენობა. ეს ერთი შენობა. და აქეთ ქვევით კიდევ ერთი ასეთი დიდი შენობა არის. ვისაც რაიმე ინფორმაცია გექნებათ ახლა ამ შენობების შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდება ესეთი ადამიანი, ვინც უყურებს ჩემ ვიდეოებს, იცის ამ შენობებს ადრე რა ფუნქცია ჰქონდათ და რას აკეთებდნენ აქ. ყოველ შემთხვევაში ახლა ამჟამად აბსოლუტურად უფუნქციოდ არის ეს ამხელა ადგილები და ამხელა შენობები. ძალიან გთხოვთ მეგობრებო, ვინც იცით, მომწერეთ, ძალიან მაინტერესებს. ასეთი ადგილები ძალიან ბევრია რა, მოკლედ. კომუნისტების დროს აშენებული და დღესდღეობით არანაირი ფუნქცია აღარ აქვს. და არც არავინ არაფერს არ აკეთებს, ხო შეიძლება აქ რაღაცა გაკეთდეს, ხო? შეიძლება. აი აქაც რაღაცა ზევითაც ავიდეთ. მაინტერესებს, ზევითაც არის ძველი ნაგებობა. არის ზევით, ხო, ბესო? გზა მიდის, ხო, ზევით? გზა მიდის, ხო, ზოგი ჩან, ზოგი არ ჩანს და რო გაყვე გემიხდები მე იქ. ავიდეთ, ხო? მე რაღაცა მთა არის ზევით, მაგრამ აღლა. ხო. რაღაცას ეძახიან, არ მახსოვს. გადასახედია იქეთ, თელი ის ჩანს, ყველაფერი და თავშესაფარიც არის და მაგიდადას გავამიც. ხო, ეგ მაინტერესებს, თავშესაფარი ავიდეთ. თუ ავედით რა. ხალხი საიდან მიდის იქ? ფეხით დადიან. აქედან? ვაუ, ფეხით ახლა იქიდანაც შეგილია, მაგრამ ფეხიდან საიდან სხვა იგიდან იქნება. აქედან გზა მიდის, საიდან როგორც ააშენეს ალბათ იქ მანქანა ხომ
ვა, ეს კაპიტალური შენობები იყო. ეს მე როგორც მივხვდი დაწყებული იყო აშენება და აღარ დასრულდა. კომუნისტური წყობილება რო დაიშალა. ხო, აი აქედან იყო შესასვლელი, აი. აქედან შედიოდი შიგნით შენობაში. აბა ბანე მაგათ შევიხედოთ რა ხდება. აი ეს უკვე რაღაც სათავსოს გავს. საწყობს. აქაც კიდევ ერთი შენობა არის რაღაცა. აქ ეს წყლის აუზს გავს მე მგონი. ჩემი აზრით აქ წყლის აუზი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა სოფლისთვის აქ წყალი ჩამოდიოდა. ნუ ფაქტია რომ ეკლესიამდე გაყვანილი არის ზევიდან წყალი მოდის, წყლის მილი მოდის, ანუ რაღაც წყაროს წყლები არის. აქ უნდა შეგროვებულიყო წყალი ალბათ. და მეაწოდებდნენ სოფელს. კარგით, გავუყვეთ ახლა ჩვენ ზევით კიდე გზას. როგორც ვნახეთ, ზევით არის თავშესაფარი აშენებული და იქამდე გვინდა რომ მივიდეთ. თავშესაფარამდე მივიდეთ, ხო? თუ ავედით რა, ბესო რა. და მიდის და სადამდე მიდის კაცო? წავიდეთ მაშინ, მე ძალიან მაინტერესებს. აი ეს წყალი საიდან მოდის, ეს მაინტერესებს, წყაროს წყალი. წყალი ხო, წყაროალი არის ელყეთყობა სადაც და ხო, ნახოთ. წავიდეთ. წავიდეთ. სოფელი მშრალხევიდან ზევით ამოდის გზა ეკლესიას ამოუწდით. ხო და ეხა გვინდა მივიდეთ ეხა ამ თავშესაფართან, ძალიან მაინტერესებს როგორ არის აშენებული. დიდველის მთაზე ძახი. დიდველის მთა. ხო და ასეთი გაუვალი გზა არის ეხლა აქ. ხშირი მოძრაობა არ არის ეხლა რა თქმა უნდა ეთყობა გზას, მაგრამ მაინც რაღაცა გზა ადის რა. დღე მიდის და საინტერესო გზა არის. ეგ ერთი რაც მაინტერესებს. მეორე არის ეკლესიამდე ჩამოდის წყალი, სასმელი წყალი და ეს მილით. და მილი მოუყვება აი ამ გზას და მაინტერესებს ეს წყაროს სათავე, საიდანაც ჩამოდის ეს სასმელი წყალი ეკლესიამდე, ეგეც მაინტერესებს რომ ვნახოთ. ანუ ეს ადგილები დიდარია წყაროს წყლებით. მე მგონი ამოვაღწიეთ წყაროს სათავე, საიდანაც სასმელი წყალი არის გაყვანილი ღვთისმშობლის ეკლესიამდე. აი ეს არის კი ნამდვილად. ეს მაინტერესებდა ერთი. როგორ არის ეს გაკეთებული? აი. ბასენია რა. ხო. ბასენია ზევიდან ჩამოდის. მიერთებულია ეს მილი. წყაროი წყალი. აი ეს ჩვენი დალოცვილი წყაროს წყლები, რომელიც უხვად არის ჩვენ ქვეყანაში. აქაც ეგერ სუფთა წყაროს წყალი დასავლები გამოედინება ეგერ გაფილტრულია ბუნებრივად. მიერთებულია მილი და ჩადის ხალხი იყენებს. ძალიან კარგია. კარგით. გავაგზავნოთ ახლა ჩვენი გზა.
აქ წყაროს წამდე გაუჩეხია. ხო, სადამდეც წყალი არის, მიერთებული იქამდე მოვიდნენ და აქეთ აღარ. მაშინ გზა თუ არის გურია ვერ. აი ცოტა კიდე ავიდეთ ბესო რა, ნახოთ ეხა. იდეა ბაქტუბა ხო? ახდება. უშკარ დაგაკოებს. ეს ტროსი მაგარ საქმეს აკეთებს თო. სარკი არ მოოტეხინა. მაგისთვის არის ზუსტად, აბა, თულაგი არ დავაკენე. ბესომ დააყენა. შეკვეთა ხო შენი? ხო, შეკვეთა. ჩემია. ხო, მაგრამ საინტერესო რა არის ხა იქ თავშესაფარი რო ააშენეს. რაღაცა გზით ხო აიტანეს სამშენებლო მასალა. რომელი გზა? მაშინ ალბათ სულთა გავენც. აქ შეო, აქ აღარ არის გზა. აღებულია წყალს ყველაფერი აქ. მარცხნი? აქეთ ხო არ არის გზა? ზევით, მარცხნი, იქით მარჯვნივაც რაღაცა. იქით ღვარს აქ წაღები. ბესო გავეტევით? აი, მე მგონი ზევით აუ შევხედოთ რა, ჯობია რა. გავწევ თვითონ. არა, უკან გავიწევი და მოხდავ. უკან გავიწევი ხა და ხო, მოიცა უკან გავიწიო და ამ ხეს იმას ვიზავ რა, გადავხერხავ და მუშაობს. კი, კაცო. უღრან ბუნებაში ვარ შემოსულები. ზოგან გაკვალული, ზოგან არა. ეგ არის ახლა ფაქტიურად გამხმარი ხეი. გამხმარია ხო და წაქცეული იმიტოა და იმიტომ მინდა გადავხერხო ახლა ეს. რომელიც ჩვენს გვიშლის და სხვასაც. აჰა, ეს ერთი. ეგ არის პატარაი და მუშაი. ცოტა იქითო რა გინდა, აი აქ რო გადავხერხო აი, რა აქ, აი. ვილით? კი. იქ რა კაი შეშა არის. შენ სატყეოში ვარ მუშაობდი რო რა. სატყეოში ვარ მუშაობდი. ეს კაი რამეა. მაგარი. იღებ? მა ეს არის დიდი მადლობა თათიას, რომელმაც აი ეს არაჩვეულებრივი ხელსაწყო მაჩუკა. თათი ანუ შენ შვილს. ჩემ შვილს თათიკო დიდი მადლობა. ძალიან საჭირო რამეა ტყეში. კი, ბევრჯერ გამოგვადგა. ხო. ეხლა ამას გადავწევთ, ხო? ბეს ვარაფერი. კი, გადავწიოთ. ნახეთ, ნახსოვია იქით რა არის არ ვიცი. აქ ძალიან დიდი ხრამი არის. მე უკან ვეღარ წამო. წყალმა გააფუჭა, მაგრამ აი ეს მე მგონი მარჯვენა მხარეს შეგვიძლია ჩვენ რო ავიაროთ. მაქსიმალურად მარჯვენა. ხო, ვარ გადავყირავდეთ ამ ხრამში. არა, ფაქტია, აქ ეს გზა თავიდან გაჭრილია, ხო ეთყობა არა ბულდოზერმა გაჭრა და ბუნება მე ცოტა შეუ. ხო. აქ მოძრაობა ნაკლებია. ერთადერთი ის არის საშიშროება მანქანისთვის, რომ იფხაჭნება რა, დაიფხაჭნება ჩვეულებრივი მანქანით და გზაც, რავი, ნორმალურია რა. ვაგრძელებ გზას. წინ რა იქნება გაცმარიც. ზევით მედივართ, თოვლიც იმატებს, ხო შეიარაღე? ხო, წინ რა იქნება ვნახოთ. შევხედოთ. კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდა.
კიდევ ერთი გამხმარი ხე. გამხმარი ხე ნომერი 2, რომელიც გზაზე არის გაჭყერილი. ოღონდ ისე რომ არ ჩაითრიოს. ხმელია, ხო. ცოტაცა. არ არის მგელივი. გელივით არის, პატარა და მუშა, აი ამას ქვია, აი. აი, გადავათრიოთ ახლა მაისადმე. გზა მოკლედ მიუყვება რა. ეგრეთ წოდებული გზა. აქ ზაფხულში მაგარი იქნება. Вообще не არის ზურის. იმენა ტყის სუნი დგას რა, ფოთლების და ხეების და მიწის. აი გავწმინდეთ ეს ადგილი. და ვაგრძელებთ გზას ზევით. უკაზე გზები არ ჩანს კარგად, იმიტომ რომ ზაფხულშია გადაღებული და ვარაუდით მივდივართ, და სადაც მივართ. ვიმა არ არის, ქარი არ არის, თორგი არ არის. სადამდეც მივართ. სავარაუდო გზა. ხა მოატრიალებს სულ მანქანას და ვინ ახლა სადამდეც ვაპირებთ ასვლას, გვია თადიდველი. ეს ტოტი გავწიო. რა მაგარია და დაგვიღან და შუთები კარგი გვაქვს. ეს რაღაც ექსტრემალური ჩიხი იყო. very good. ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა. არა დაფრთხილება. ადი ბარე მადი. ვა, რამდენი ის ყრია. წიფელი. კი და ცხილა. თუ წიფელია. აი არა გაყევი ახლა იქ გზას, აი ნახე ფეხი და წამოვალ მე და გარემიე. შენ ხედავ გზას? გზა აი ეს არ არის გზა? ალბათ. აი ისა გზაზე ის ჯოხი როა, ხე როა ის ჩამოვარდნილი, აი ეს არის რა. სავარაუდო. მიდი. დავიდეთ. სად ამოვედი? ჩაადგი, ზურია, ჩაადგი. მიადგი, ხო.
ახლა მე უნდა ვიდე. ეხლა მეგობრებო, ჩვენ მოვდივართ სოფელი მშრალხევიდან. გამოვიარეთ ეკლესია, რომელიც ახლა ჩნდება და ზევით ნაჩვენები რუკაზე არის. თავშესაფართან გვინდა ავიდეთ. ძალიან საინტერესო ადგილია. და ნელ-ნელა ამოვედით ძალიან მაღალ თოვლში აქ. დაახლოებით იქნება 1400 მეტრი ზღვის დონიდან თუ არ მეშლება და გზაც ეხა ეტაპობრივად გაჩვენებთ როგორი გზა არის ამოსასვლელი. ამოვედით მაღალ თოვლში და ნელ-ნელა წინ მივიწევთ. ბესოს ჩავენაცვლე ეხლა ძალიან ბევრი არის ფეხით სასიარულო, იმიტომ რომ წინ გზა ზოგიერთ ადგილებში არ ჩანს და ფეხით უწევს ხოლმე ბესოს ნახვა, დაზვერვა, ხო და ცოტა ჩავენაცვლე დავასვენებ ბესოს, მე გავივლი ფეხით და ნახოთ ეხლა ბესარიონი როგორ ამოვა ამ აღმართს. წამოვიდა ბესო, აი ეს არის ცოტა ისეთი ადგილი. აბსოლუტურად თუ პრობლემოთ ავედით აი ეს ადგილი. თოვლით საკმაოდ იმატებს. რაც უფრო ზევით და ზევით მივდივართ. რამდენიმე ადგილას დავხვდა ეხა ჩვენ ხე წაქცეული გზაზე მოვუჭედით. გავათავისუფლეთ, გავასუფთავეთ გზა და იმედია ისეთი დაბრკოლება არ დაგხვდება, რომლის გამოც წინ ვეღარ წავალთ. აბა ერთი ვნახოთ რა ხდება წინ. საკმაოდ მაღალი თოვლია, აი. იქნება 1.25 სანტიმეტრი ზოგიერთ ადგილებში. რა, ბესო მოვედით. მარცხნივ უნდა წავიდეთ და მე მგონი მიდით გამართ. სად მარცხნივ? არ ეს მოიჭრება და მარცხნივ. მოუჭრათ ხო ეს. კიდევ ერთი წაქცეული ხე. ნახე როგორი ნაკვალებია. რისი? გარეული ღორი ალბათ. რა ვერ გაიგებ. მე ბატონო. მოუჭრი ხო? რატო ასე გვერდით არ ვაუარო? აი ასე. შეიძლება ვერ ავართ. ჭობია მოუჭრა. აქ თოლმა საგრძნობლად მოიმატა. მე მგონი აღარ უნდა. ხო გავივიდე. აი ეს არის სავარაუდო გზა. და უნდა ავიდეთ აი ზევით. დიდველის მთაზე. მაგრამ თოლმა მოიმატა. და გაყინული თოვლია. იდეალური სიჩუმე. გადიზდება ხოლმე ზურია რა. აქ რამხელა ის ყოფილა ბიჭო. ყვალი. აი ქნა ავიდეთ. ცოტა კიდე ჩადი. რამხელა აქ ის არის მიწა დაბლა უკვე და მიწა ზანზარებს. ბენზინზე გადართო? აბა დავაი ბენზინი. ავიდა ბენზინი.
ზურა აი ეგრე ცოტა ნაპირს რომ იყვე რა შეძლებს დაგვარად ხო ნელ-ნელა ნაპირზე მინდა რომ გავიდე რა აბა ცოტა შადი მეტი აღარ ნორმალურია მე მგონი თუ არ გაჩერდი არ გაჩერდე ცოტა გაგვიჭირდება ახლა ჩვენ. ზურა. აი მე მგონი დაბლა რო ჩახვიდე ჯობია. და იქიდან რო ამოიღო რივოკით რო ამოხვიდე. ცოტა სხვაგან არის ეგ, მაგრამ არა უშავს. აბა წამო. ძალიან აღმართი. ზურა. აბა ცოტა ხანი დაასვენე და დავუზვეროთ ერთი რა ხდება იქ. ისეთი ვაისა გვაქვს, ჩვენ ერთი იდეა გვაქვს, ჩავობათ ჯალამბარი და ნელ-ნელა ძალიან დიდი თოვლი და ტალახია აქა. ჯალამბარი ხوار მივაშოროთ, მაგრამ მანამდე ავიდეთ ერთი ვნახოთ რა ხდება. ხო, ცოტა დაასვენე მანქანა და. აი ეს გზა უნდა ჩავიაროთ ეხა. ზევიდან მოვდივართ. ერთ ადგილზე ძალიან დიდი ნამქერები და ტალახები დაგვხვდა და ფეხი წამოვიდით ეხა მედობოსო დავზვერავ წინ რა ხდება რომ მაგარი აღმართია აქ რომ ჩავიდე ჩასვიჩავად მაგრამ ამოსვლა არ გაგვიჭირდეს ეს ახლა აქ ტაქცეული ბესო ეს ამ ხელახეზე გადავივლით ტაქცეულია და თოვლშია დამალული თოვლი გზა არის ხო აბა რა არის აგერ მივყვება ქვევით მაგრამ იქ რა ხდება ჩავიდეთ ეს კიდე ერთი ხე არის ტაქცეული ზევიდან თოვლი აყრია და ამ ხის გამოწევა აშკარად მოგვიწევს რა ამ ხეზე ვერ გადავივლით აქედან ვერავარ რატო ეს თარი როგორც გადასამგრელზე რა გზა არა ეს გზა არის ბიჭო რა გინდა ვიუყვება გზა იქეთ კი ჩანს მანქანის გზა მაგრამ ალბათ იქიდან ამოდის სოფელი არის ვეჯინი ხო შეიძლება იქიდან ამოდის მაგრამ ეს გზა აქამდე რომ მოდიოდა სადამდე მოდიოდა სავარაუდოდ ეგრე იქნება ესეც გზა არის ჯერჯერობით მიდის აი უბრალოდ დათოვლილია ეს გზა და არა ჩანს რა ხო მაგრამ მაგარი თოვლია გევიჭედებით მოვსინჯოთ რითი მანქანით მანქანით არ გისვენ ავიდეთ მაშინ ფეხით ხა ნახოთ რა ხდება წინ რა შორია ბიჭო ჰა ხორაზე უნდა აკვიდე ფაქტი